მოკლე თერაპიული კურსი ბექასთან ერთად. პირადად ჩემთვის ეს მართლა თერაპია და არიან ადამიანები, რომლისთვისაც რაღაცა სხვადასხვა ფსიქოემოციური ფონის ფონზე მსგავსი ვიდეოების ცქერა მართლა თერაპიაა და ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პირადად ჩემთვის ეს ასეა. ხშირად უყურებ ხოლმე მსგავს ვიდეოებს და მეც ხშირად ვქმნი მსგავს ვიდეოებს. მოკლედ, ამავდროულად არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ჩემი და გაბრიელის, აი ესე გამოიყურება და დავშალოთ და ვნახოთ Asus-ის დისკის წამკითხავი. რა სიფუფუნეებია მასში? მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არის მასში მოოქროვილი რაღაცები, თუმცა სად იმალებიან და როგორ ამოვთხილებთ, ამას უკვე ვიდეოს მსვლელობისას ნახავთ, მეგობრებო და დავიწყოთ. კადრი ისე ავაწყე, რომ ზუსტად ვიცი ყველაფერი ჩანს და ნელ-ნელა დავიწყოთ ამის დაშლა. მოკლედ, მოდით თავშივე ვიტყვი. დავაკვირდით ამ ადგილს. აი აქ არის მოოქროვილი კონტაქტები და მოვარგოთ ჩვენთვის სასურველი თავაკი და დავშალოთ. მოკლედ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი რაღაც ჩალიჩები ჩემთვის მართლა ძალიან ისეთია. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ვიცი, ბევრისთვის არის ეს ასე. ეს რატომღაც გაიჭედა და ვერ ხვდები რატომ. კარგი, რა გვაქვს ახლა აქ? ნუ, ჯერჯერობით საინტერესო არაფერი. მხოლოდ რაღაცა რკინის ნაგლეჯი და რაღაცა ასეთი ზრიალა. ამაში სავარაუდოდ ალუმინის ფირფიტა. კარგი, ეს არ გვჭირდება. შეგვიძლია გადავდოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს და განვაგრძოთ. ნახოთ, რასთან გვაქვს აქ უკვე საქმიანობა. იცით, რამდენი მაქვს დაგროვილი ასეთი რაღაცეები? უამრავი. ვინმეს თუ გჭირდებათ რამეში მოგცემთ. არ დამენანება. ნუ, აქაც საინტერესო არაფერია და შეგვიძლია უბრალოდ გადავაგდოთ. ესეც მხოლოდ და მხოლოდ პლასმასია, აქაც არაფერია და გამოვაგდოთ უკვე შიგნით. აჰა, აქ უკვე უფრო წვრილი თავაკი უნდა. აქ ხშირად გონიათ ხოლმე ერთი დეტალი ოქროსი და თუ მივედი ხშირად ძალიან ხშირად ასევე გონიათ ხოლმე
ლატუნის დეტალი გონიათ ხოლმე, ანუ ლატუნი რომ ის არის ოქროს. ნუ ესეც ასევე რაღაც ფირფიტა, რომელიც აბსოლუტურად არაფერია. გაბრიელი რომ ხედავდეს, ახლა ამას ხელიდან გამაგლიჯავდა, ისე უყვარს ამის დაშლები. კარგი არა, მოდი ხარ არა, მოდი. წამართვა. როგორ გაურკვეველი მიმართულებით არის ჩასმული ახლა ეს. აქ რაღაცა გატეხილია. ნუ ფაქტია, რომ ხედავთ, რომ ახალს არ ვაფუჭებ. ხშირად მოვონებიან ხოლმე, რომ იმისთვის მიგეცა ძმა და რო არ გოდეს ისაც დაენანოს ჩემდა თავად შეურცხოს კაცობა და ნამოც, მაგრამ რო არ ვარგა გაფუჭებული ვის შევკადრო. კარგით, მეგობრებო, რა ხდება ახლა აი აქ. ნახეთ. აი ამაში აი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ მოოქროვილი რაღაც, აი აქ. იმედია ხედავთ. თუმცა მანამ ამას ასე დეტალურად დავშლი. მივიდეთ იქამდე, სადაც ყველაზე თვალსაჩინოდ გვაქვს მოოქროვება. აქ აი ეს გონიათ ხოლმე, ეს შეფერილობა, მოოქროვება და გარწმუნებთ, რომ არ არის, ტყუილად გული არ დაიწყუპეთ და შეგიძლიათ ეს თამამად გადააგდოთ ხოლმე. იმიტომ რომ როგორც გითხარით, გარწმუნებთ, რომ არაფერი არ არის. კიდევ ნახეთ, აი აქ რახან არ არის ოქროსფერი, ესე იგი აქ ოქრო არ არის. ესეც შეგიძლიათ თამამად გადააგდოთ. აი ეს ჩიპები. აი ეს, მე არ მაქვს ის მოწყობილობა. ნუ ეს ძრავია და საკმაოდ საჭირო რამეა ხოლმე ხშირად. აი ეს ჩიპები, რომ გქონდეს მოწყობილობა, აი ეს ლაზერი, რომელიც ამას წვავს და ძალიან ლამაზი საცქერი არის. გაჩვენებდით, სწორედ ამიტომ მინდა ვინმე სპონსორებით იქნებ გამოჩნდეს, ვინც რაღაც ხელსაწყოებს უბრალოდ დამისპონსორებს და ნერწყვი გადამცდა. დამისპონსორებს და მაყიდინებს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ ჩანს. კარგი, აი ამ ჩიპებს გაუფრთხილდით ხოლმე, ჩიპებს კი არა და რა არის ეს? ნუ აი ჭადის სახელი რომ დაგავიწყდება, ესე მომივიდე ახლა. ესენი შეინახეთ ხოლმე მოკლედ. აი 1 2 3 4 5 6. აი სად არის კონკრეტულად მოოქროვილი კონტაქტები. აი აქ, აი ეს კბილები და ეხავე განახებთ ამის ჩადოქრობასაც. ნუ ვაკაც არაფერი არ არის ეს საინტერესო დამეთანხმებით რომ საერთოდ არ არის და ვით გადავდოთ და რო დავუთმოთ აი ამას. ეხლა მე აქ მჭირდება ელექტროფენი, რომელიც ტექნიკური მაქვს, განა არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ ახან არ მოვიტანე და თავიდან არ დავაორგანიზე, ახალაც არ დავკარგავ დროს მის მოძებნაში და ჩართვაში და გახურებაში. გამიტყდა ეს ჩიპი. ასვისავთ, გატყდა.
თავიდანვე ასე შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ წვალების გზით წავედი. გამიხარდება თუ ამ კბილების ფერებს აღიქვამთ მეგობრებო, იმიტომ რომ ერთადერთი აი ამ ლატაზე რაც მოოქროვლია მხოლოდ და მხოლოდ აი ეს კბილანებია. გვერდზე აი ეს რაც არის, ესენი ამათ გეტყვით რომ არ არის მოოქროვილი და შეგიძლიათ ამის წრევაში, ну ამ შემთხვევაში ამ პლატაზე არ არის და სხვა ფირმებთან ვერ გეტყვით. თუმცა ჩემი გამოცდილებით არც არასდროს არ შემხვედრია არც ხვებზე. ყოველთვის უბრალოდ ესეთი მონიკელებული კბილებია ხოლმე. ბატონო, რაც შეეხება ამას, აი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ მოოქროვებები. ამასაც შევინახავ, გადავდებ და აი წეგან მინდოდა მე თქვა რაღაც გონიათ ხოლმე მეთქი ოქროსი და სიამდვილეში ლატუნია მეთქი, მაგრამ აქ საერთოდ ლატუნიც არ აღმოჩნდა. აი ეს გონიათ ხოლმე, ეს დეტალი არის ხოლმე, ზოგჯერ ოქროსფერი, ანუ ლატუნია სინამდვილეში და აი ეს არის ხოლმე საცდური ადამიანებისთვის. ეს ლილვი ზედ არის დახრახნილი და ხო ხვდებით? დაცურავს მექანიზმი. მოკლედ ეს არ არის. განახოთ აი ეს წვრილი რაცხა რუცხეები. აი აქ არის მოოქროვილი კბილები, აი ამაში. მაგრამ იმდენად მცირეა, რომ მე პირადად მათი ამოღებისგან უბრალოდ თავს ვიკავებ ხოლმე. აქ ვეღარ გაჩავს, ძალიან წვრილია და საქმეში ჩავთოთ წვრილი. მანაც ვერ მოერია ესეც. ესეც ვერ მოერია, ამასაც. აი ესე. მოკლედ ამას როგორც კი გაათავისუფლებთ, აქაც ლატუნის პატარა ელემენტია და შეიძლება ესეც გეგონოთ. ვიწყავიცხებს მოოქროვილი, მაგრამ გაგიცნობთ იმედებს და გეტყვით რომ არ არის მოოქროვილი. რა არის გაბრიელ გაცივდი? ამაგრა დუდუკებ ცხურში. აი ამაში არის მცირე რაოდენობით, მხოლოდ და მხოლოდ. აი აქ. აი ეს კბილები. ძალიან მცირე რაოდენობით არის მოოქროვილი და უბრალოდ არ ვიცი, განა რამდენი უნდა მოაგროვოს ადამიანმა, ასეთი, რომ აქედან ფული იშოვოს. თუმცა არიან მაგალითად ინდოეთში ამას ძალიან აქტიურად აგროვებენ და ფულსაც საკმაოდ კარგად შოულობენ. ეს ინდუსტრია აფინაჟის ამ ფორმის ინდუსებმა გადაიბარეს.
აქ არის ძალიან ძლიერი ნეოდიუმის მაგნიტი. აი ეს პატივცემული, აი. ფერომაგნიტებს ყიდულობს, ზუსტად ისეთია და ძალიან ძლიერია. და ეს პატივცემული გახლავთ სწორედ ის ლაზერი, რომელიც კითხულობს ჩვენს ჩაცურებულ დისკებს, მეგობრებო. პრინციპში სულ ეს არის რაც შეიძლებოდა რომ გვენახა საინტერესო აქ. ამაში არაფერი არ არის, დარწმუნებული ვარ, დარწმუნებთ პროსტურად. და აქ არის კიდე რაღაც ძალიან თხელი ფირფიტა, რომელიც ასევე ძალიან დიდი რაოდენობით უნდა მოაგროვოთ, აი, ამაზე მაქვს საუბარი, აი აქ. უნდა მოაგროვოთ, რომ ოქრო ამოიღოთ. ხო, ესეც ის მაგნიტები, რომლებზეც წერა გესაუბრეთ. ეს არის ძალიან ძლიერი ნეოდიუმის მაგნიტები და ნახეთ როგორი ფიცხია. მე მიყვარს მაგნიტები, ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვაგროვებ ხოლმე, მით უმეტეს ესეთი პატარა როა რაღაც განსაკუთრებით მაგარი ტიპები არიან, რო გებლატაობიან რა. ნახეთ. დასაყვარლები არიან. ესეც ასე. მოკლედ სულ ეს არის. მაგნიტი არსად აღარა გვაქვს. რაც შეიძლება რომ ამოიღოთ დისკის წამკითხველიდან. აი ეს. ჩვენი არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. ჩემი და გაბრიელის. მადლობა.